$1, 2 ლარი და 15 თეთრი ღირს ეროვნული ვალუტა, ეგრეთ წოდებული გაუფასურების ფსიქოლოგიურ ნიშნულს ჩამოსდა. პოლიტიკოსები და ექსპერტები გამოყარებას შიდა ფაქტორებით ხსნიან, ეკონომიკის მინისტრის პროგნოზი კიდევ უფრო დამაიმედებელია. დღევანდელი სავალუტო აუქციონის შედეგად $1 ოფიციალურად 2 ლარი და 14 თეთრი ღირს ვაჭრობა იმავე ფასში ხდება მეორად ბაზარზეც. ეროვნული ვალუტა გაუფასურების ეგრეთ წოდებულ ფსიქოლოგიურ ნიშნულს რამდენიმე დღეა ჩამოწდა. გადავხედოთ მაკროეკონომიკურ მონაცემებს, აშკარად დინამიკა არის კარგი. ეროვნულ ვალუტას სწრაფი გაუფასურების გზაზე ტურისტული სექტორი და ამ სფეროდან მიღებული შემოსავალი დაეწია, თუმცა პოლიტიკოსთა ნაწილი დადებითი ტენდენციის ერთ-ერთ მიზეზად ცენტრალურ ბანკში განხორციელებულ ცვლილებებსაც ასახელებს. ოპოზიციას ლარის მკვეთრი გამყარება არ მოსწონს. ეს იმიტომ, რომ შესაძლოა ამ ტემპში ინვესტორებს სამომავლო კალკულაცია გაუჭირდეთ. ეს თუ იმას გონიო კარგი არ არის, ნებისმიერ შემთხვევაში ორივე ეს არის ძალიან ცუდი, კარგი არის, როდესაც არის სტაბილურობა, იმიტომ ნებისმიერ შემთხვევაში ეს ართულებს ბიზნეს კალკულაციებს, ურთულებს ეკონომიკური გართობის გაკეთების საშუალებას პოტენციურ ინვესტორებს. გარკვეულწილად ვფიქრობ, რომ სერიოზული როლი ითამაშა გარკვეულმა დადებითმა მოლოდინებმაც, რომელიც თუნდაც ეროვნულ ბანკში განხორციელებულმა ცვლილებამ გააკეთა, თუნდაც ზოგადად პრემიერ-მინისტრის გარკვეულმა გაცხადებებმა ეკონომიკურ რეფორმებთან დაკავშირებით. ბოლო რამდენიმე დღეა სავალუტო ვაჭრობაზე ცენტრალური ბანკი $20 მილიონ ყიდულობს. ირაკლი კოვზანაძე ამბობს, რომ ეს ნაბიჯი ქვეყანას ვალუტის მკვეთრ გამყარებას თავიდან ააცილებს. დოლართან მიმართებაში ლარის მკვეთრი გამყარება კი ექსპორტის მდგომარეობისთვის სახიფათოა. ასეთი დრამატული გამყარება კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ მნიშვნელოვანი წილი ლარის დევალვაციაში, რომლის მოწმედ ჩვენ შარშატელი წლის ბოლოს წლევანდელი წლის დასაწყისში ვიყავით, მნიშვნელოვანი წილად განპირობებული იყო შიდა ფაქტორებით და არა მარტო ეგრეთ წოდებული ეგზოგენური ფაქტორებით. სავაჭრო დეფიციტი გაუმჯობესებულია, თუ არ გავითვალისწინებთ C-ჰეპატიტის სამკურნალო საშუალებებს, ეს ყველაფერი ზრდის, ესე ვთქვათ, უცხოური ვალუტის მიწოდებას და მცირდება მოთხოვნა უცხოურ ვალუტაზე თუ იმპორტის შემცირებას შევხედავთ. ფუნდამენტური ფაქტორების გაუმჯობესების თაობაზე ოფიციალური სტატისტიკა იტყობინება. მხოლოდ აპრილში საქართველოს 462,000-ზე მეტი საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 17%-ით მეტია. 4%-ით გაიზარდა გასულ თვეში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობაც.